ადამიანის ცხოვრება და საქმიანობა ბუნებაზე კვალს ყოველთვის ტოვებს. თუმცა სასოფლო სამეურნეო საქმის სწორად წარმართვით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება ყოველთვის შესაძლებელია. ინდუსტრიულმა რევოლუციამ და მონოკულტურული მეურნეობების გაშენებამ მკვეთრად გაზარდა მოსავლიანობა მთელ მსოფლიოში. თუმცა ამ ტიპის მეურნეობებში მავნებლებისა და დაავადებების პრობლემები უფრო მწვავედ დადგა. ამიტომ ისინი ქიმიური პესტიციდების აქტიურად გამოყენებაზე გადავიდნენ. ქიმიური პესტიციდები საქართველოშიც გამოიყენება, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მუდმივად იზრდება ქიმიური პესტიციდების სია, რომელთა მეშვეობითაც მოყვანილ პროდუქტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღარ შეისყიდნენ. ამიტომ შერეული მეურნეობების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. IPM სისტემა ფერმერს საშუალებას აძლევს ქიმიური მეურნეობებიდან შერეულ მეურნეობაზე გადავიდეს და ამით შეამციროს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე პესტიციდების უარყოფითი ზეგავლენა. ამავე დროს ფერმერის მიერ შერეულ მეურნეობაზე გადასვლა პოზიტიურ გავლენას ახდენს მისი პროდუქტის საბაზრო ღირებულებაზეც. IPM სისტემა ეყრდნობა მავნებლების მართვას, დაავადებათა მონიტორინგს, კვების მენეჯმენტსა და სარეველების კონტროლს. მავნებლის მართვის ეტაპზე ეს სისტემა ფოკუსირებულია მათი პოპულაციის შემცირებაზე და მათ მართვაზე, რაც კულტურული, ბიოლოგიური და ქიმიური კონტროლის მეთოდების შერევით მიიღწევა. მაგალითად, შესაძლებელია ბუნებრივი მტაცებლებისა და მწერების ხაფანგების გამოყენება. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია მოსავლის როტაციისა და პესტიციდების გამოყენებაც. სხვადასხვა დაავადებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მცენარის სიჯანსაღეზე. სწორედ ამიტომ ტარდება დაავადებათა კონტროლის ღონისძიებები, რაც მოიცავს დაავადებებისადმი მდგრადი მცენარეების ჯიშების გამოყვანას, მოსავლის როტაციას, სანიტარული პირობების დაცვასა და საჭიროების შემთხვევაში ფუნგიციდების ან დაავადებების მართვის სხვა ტექნიკის გამოყენებას. სარეველა კონკურენციას უწევს კულტივირებულ მცენარეებს საკვები ელემენტებისთვის და შეუძლია შეამციროს მოსავლიანობა. სარეველების კონტროლის მეთოდები მოიცავს ხელით მოცილებას, მულჩირებას, კულტივაციასა და ჰერბიციდების გამოყენებას. ექსტრემალური ტემპერატურები, ყინვა თუ გვალვა, ანდაც მზის გადაჭარბებული შუქი საზიანოა. ამიტომ აუცილებელია ნაკვეთის დაცვა გარემო ფაქტორებით გამოწვეული სტრესებისგან. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სათანადო მორწყვა, ან თუნდაც ჩრდილით უზრუნველყოფა, მულჩის გამოყენება ტენიანობის შესანარჩუნებლად. ასევე აუცილებელია შევარჩიოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც ადგილობრივი კლიმატის შესაბამისი იქნება. ნიადაგში საკვები ნივთიერებების ოპტიმალური დონის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცენარის განვითარებისთვის. სათანადო გამოკვება, ნიადაგის ანალიზი და შემდეგ შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები საკვები ელემენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცენარის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას ფიზიკური ბარიერები, მავნებლების, ცხოველების ან მკაცრი ამინდის პირობებისგან დასაცავად. თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება არაეფექტურია მავნებლების კონტროლისათვის, მეურნეობაში შეგვაქვს კონკრეტული სახის ქიმიური პესტიციდები, რომელთა დოზაც აუცილებლად სწორად უნდა იყოს განსაზღვრული. თუმცა პესტიციდების გამოყენება გარემოზე ყველაზე მწვავე ზეგავლენას ახდენს. ამიტომ IPM სისტემაში სხვა დაცვის მექანიზმებთან შედარებით ყველაზე მცირე ადგილი უჭირავს.